მივუსარით ძმაო. ამიჯერე კინაღამ თვალწინ მოკვდა გოგონა. გარდა ამისა ჩემს გამო. უთხარი რომ ცოლად ვერ მოვიყვან. გაშორება მინდოდა. რამე რომ დამართნა და ჩემს თავს სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპატიებდი ამას. ილოცავ ძვირფასო. ძალიან მეწოდება ის გოგო, მაგრამ მეორე მხრივ გამიხარდა, რომ ეს ქორწილი არ შედგა. სწორი გადაწყვეტილებაა. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. არ შემიძლია ყველაფრის აწონვა. ამერია რა არის სწორი და რა არა. მისმინე. მსგავს შეცდომას ხომ აღარ დაუშვებ. არა ძმაო, ვერ შევძლებ. შურის ძიების ცეცხლმა ჩემგან მხოლოდ ფერფლიც რომ დატოვოს. ირმაკს ასე ვერ მოვექცევი. ის ისეთი გულუბრყვილოა, ისეთი სუფთა და ისე გულწრფელად უყურვა, რომ ამ საქმეში ვერ ჩავრევ. გამოჯამრთელდეს და ყველაფერს ნორმალურად აუხსნი. და ჰაზალი თავის ადგილას არის. მთელი დღე ცდილობდა თავის ქმრის დაწყნარებას. ანუ თავის მდგომარეობით კმაყოფილია. დარწმუნებული ხარ? ჩემი თვალით დავინახე. კიდევ რა არის საჭირო ძმაო? სინამდვილე ყოველთვის ისეთი არ არის, როგორც შორიდან ჩანს. მე ამის გასაგებად 26 წელი დამჭირდა. დაიმახსოვრე. დაიმახსოვრე კარგად. როგორც ჩანს პრობლემები გაქვს ძმაო. რა მოხდა? მომიყევი. საიდან დავიწყო? დღეს ღამეს ად უნდა დარჩე. ჰაზალთან წავალ. არა, ასე არ შეიძლება. ვითომ რატომ? იმიტომ რომ ის სახლი საიმედო არ არის. იმ სახლში ნებისმიერი რამე შეიძლება ადამიანს დაემართოს. არა, რა უნდა მოხდეს? გარდა ამისა, ჩემს დასთან ვიჭორავებ. ხშირად ნუივლი იმ სახლში. ანუ თუ მაინც ახალ, ფრთხილად იყავი. თავი შორს დაეჭირე იმ ტიპისგან, სინანისგან. ებრუ ის ძალიან საშიშია. რა პრობლემები გაქვთ ერთმანეთთან? იმ კაცმა ჩემი მოკლა სცადა. რატომ? რა მოხდა? მე როცა ელდერში ვიყავი, ჩაცნობა დაუშვი. და იმ კაცთან საქმე დავიჭირე. იძულებული ვიყავი. ის კაცი საიმედო არ არის. ნარკოტიკების ნამდვილი გამყიდველია. ნარკოტიკების გამყიდველი? ბატონი სინანი? ბატონს მოეძახე. ის ნამდვილი ნაძირალაა. მისი ნდობა არ შეიძლება. კენან. არ დამშორდაგთ ხო? არ მიმატოვა.
გთხოვ, შვილო. ერთი ლუკმა მაინც შეჭამე. თავს იტანჯავ. ნახავ, შენთვის უარესი იქნება. კარგად ვარ. უკეთესად გავხდები, დეიდა. როგორც კი შევძლებ, ადვოკატთან წავალ და განცხადება შევიტან განქორწინებაზე. ილდირის სახლის გაყიდვაზე დავდე და მყიდველებიც გამოჩნდნენ უკვე. გავყიდი და მაშინვე ჰაზალთან ერთად ახალ საქმეს გავხსნი. აზიზი? ეს საქმე აღარ მოხდება, დეიდა. ამ საქმეს მომავალი არა აქვს. 26 წელი დავკარგეთ და ის უნდა ავინაზღაუროთ? ყველაფერმა ჩაიარა უკვე. აბონენტი მიუწვდომელია. ვერ ვუკავშირდები. ვის ურეკავდი? ებრუს. ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ, მაგრამ მაინც ის ახალგაზრდა გოგოა. შვილო. ებრუ თავისი მამის შვილია. აშკარად იპოვიდა უკვე კარს, რომელშიც დააკაკუნებდა. გთხოვ, შენ ნუ მოიწყენ. გთხოვ, ერთი ლუკმა შეჭამე, მელეკ. მიდი, ჩემო კარგო შვილო. მიდი, შეჭამე. მამა, აქ რჩები? 5 ვარსკვლავიან სასტუმროში რომ მოეცა, ჩემთვის ოთახი იქ დარჩებოდი. სხვაგან სად დარჩე? დედა შენი არ მიშვებს სახლში. მოსამსახურების ადგილიც არ არის, თავისუფალი. იმ ქალს დედა ჩემს ნუ ეძახი. ისედაც ენა ვერ გააკონტროლე და შენი თავი თვითონ გამოაშკარავე. ნუ მეჭუბები და ჩემს მოთმინებას ნუცდი. უთხარი რომ დედამისი დაარწმუნოს. კარგი. წავედი. შვილო, ჰაზალს მოუყევი ამის შესახებ. უთხარი რომ მამა რთულ მდგომარეობაშია. უთხარი რომ დამეხმაროს. დედას დარწმუნებას მხოლოდ ჰაზალი შეძლებს. არავის არ მოусმენო. მამა, ნუ თუ ჩვენ გვეხება მათი სიჯიუტე. ჯერ ჰაზალს მივხედავ, დედა მელეკი ისედაც ჩვენს ხელშია. ახლა დემიროღლუს ჯერია. ყველა და არ გამიხსნია გზა ამ სასახლეში. მერე კი შენ შეურიგდები შენს ცოლს. შენს თავში ისევ მელიები დადიან. რის მიღწევას ვცდილობ? იმის მიღწევას ვცდილობ, რასაც ჰაზალი მთელი თავისი ცხოვრება ვერ მიაღწევს. იმას, რასაც ვიმსახურებთ. მოითმინე თუ იმას მივიღებ, რაც მინდა. სასახლეს დამლაგებელი კი არა. მთელი ცხოვრება ხელის გულზე გატარებ. მერთ მაქნას. ჰაზალ. თავისუფალი ხარ? ჰაზალ, მისმენე. მადლობას გიხდი იმისთვის, რომ დღეს ჩემთან იყავი და მომხნევებდი. მინდა რომ ბედნიერი იყო. ხო, ამის უფლება მომეცი. ისურვე და მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიფენ. მე და შენ. ჩვენ არასდროს არ ვიქნებით ბედნიერები. ნუ თუ ისე იქორწინე ჩემზე, რომ ამის შესახებ არ იცოდი. ქალბატონო ჰაზალ. რა მოხდა? ქალბატონი ჰაზალის დამოვიდა ბატონო ვურალ. ამის თქმა მინდოდა. ებრუ? ხო. ებრუ? რა მოხდა? დედას დაემართა რამე? მე და დედამ ვიკამათეთ ჰაზალ. სახლიდან გამომაგდო. შენთან მოვედი. შეიძლება აქ დავრჩე. თუ არ გინდა? ასეც რომ გხედავ? მისმინე, თუ შენთვის ეს პრობლემაა, შემიძლია წავიდე მართლა. შენ სახლში არის ადგილი ჩემი ცოლის დისთვის.
უთხარით რომ დაბლეთა ოთახი მოამზადონ ქალბატონი ებრუსთვის. Ახლავე ბატონო ურალ. დიდი მადლობა სიძე. ეს სახლი შენიც არის. რამდენი ხანიც გინდა დარჩი? მადლობა. ალბათ სალაპარაკო გაქვთ, მარტო დაგტოვებთ. რა მოხდა, მომიყევი? დედა სულ გაგიჟდა ჰაზალ. სახლში შევედი და მამას დანით ემუქრებოდა. მაშინვე მისი თავიდან აცილება ვცადე, მაგრამ თვითონ მე მივიღე. სახეში სილა გამარტყა. ჩემს ტუჩებს შეხედე. ვერ ვიჯერებ. მიზეზი? დედა ასე რატომ მოიქცა? მიზეზი შენ ხარ, ჰაზალ. შენ მოუყევი დედას ყველაფერი. ჩვენ რაზე შევთანხმდით? შეიძლებოდა დედასთვის ამის მოყოლა. მას ხომ როგორც მე და მამას არ შეუძლია ამ საქმეს ლოგიკურად უყუროს. ის ხომ დედაა? ოდა რა მოხდებოდა ისე რომ არ მოქცეულიყავი როგორც ჩვენ გითხარით. ყველა მიიღებდა. მადლობა ღმერთს არავის არაფერი არ დაემართა. ჩემს გარდა. ასე ნუ ამბობ. შეხედე აქ პრინცესის მსგავსად ხარ. ხმარი გადიდებს. გარდა ამისა, შენი საყვარელი ადამიანები დაიცავი ამით ჰაზალ. ეს ერთადერთი მიზეზი იყო ებრო. ახლა ჩვენ უნდა დაგვიცვა. დედა მე და მამას გვადანაშაულებს. მე კარგი. მაგრამ მამა? ასეთ ასაკში მარტო სახლის გარეშე ვერ შეძლებს. ის დაეცემა. ჰაზალ დედას დაელაპარაკე. უთხარი რომ არაფერში არ ვართ დამნაშავეები. უთხარი რომ ეს შენი გადაწყვეტილება იყო. კარგი. ისედაც მე მივიღე გადაწყვეტილება. ამიერიდან უფრო ძლიერი ვიქნები. ბევრად ძლიერი. ირმაკი ცუდად რომ არ გამხდარიყო რეესტრის ოფისში. ახლა ის და კენანი დაქორწინებულები იქნებოდნენ. ერთი წუთი. კენანი და ირმაკი დღეს ქორწინდებოდნენ? ხო. ვინაიდან ირმაკი ცუდად გახდა, ქორწილიც გადაიდო. რა მოხდება, როცა გამოჯამრთელდება? ისევ მოუნდებათ დაქორწინება. არავინ არ უყურებს იმას, რომ თავი გავწირე. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ამიერიდან მეც ასე მოვიქცევი. მათ ქორწინებას ხელი უნდა შეუშალო, ჰაზალ. თუ ისინი დაქორწინდებიან, კენანი ყოველთვის შენს თვალწინ იქნება. ეს ორივესთვის საშიშია. ვურალს დაელაპარაკე. აუკრძალოს. თქვენი ოთახი მზად არის, ქალბატონო ებრო. მადლობა, ნევრა. მიდი, შენ დაისვენი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი. შენ ქმარს დაელაპარაკე. ძილინებისა. ძილინებისა. თქვენს ოთახში მიბრძანდით, მე კი წყალს მოგიტანთ. ნევრა. მე შლება თუ ვინც ვნახე დაბლა რომ ჩადიოდა ებრო იყო. ქალბატონი ებრო აქ რჩება, ქალბატონო დეფნე. ბატონმა ვურალმა დაბლითა ოთახის გამზადება ბრძანა. კარგი. ამას უყურეთ. მამიკო, ყველანაირი სიმართლის მიუხედავად არ შემიძლია მამა არ დაგიძახო. იმის გამო არა რომ უბრალოდ შევეჩვია, სხვანაირად ვერ დაგიძახებს ჩემი სული. იმიტომ რომ ჩემთვის უფრო ახლოს ხარ, ვიდრე ნამდვილი მამა. ამიტომაც ვერაფერი ვიგრძენი, ამდენი წელი. ჩემს დასთან მივემგზავრები გერმანიაში. დიდი ხანი არ დავბრუნდები. იმიტომ რომ ვიცი, იმისთვის რომ გამოჯამრთელდე და ეს ჭრილობა მოვიშუშო, ძალიან დიდი დრო დამჭირდება. შეიძლება მთელი ცხოვრება. მადლობერი ვარ იმისთვის, რასაც აკეთებდი ჩემთვის როგორც მამა, მაგრამ ის რომ სახელი ოჯახი ტყუილი იყო, ეს დიდი ტკივილია. ეს ის არის, რისი გადატანის ძალაც არ მოქვს. ხო არ გამომყვე, დრო მოგვეცი. შეიძლება ერთხელაც გადავიტანოთ ეს ყველაფერი. გამოდის რომ
ეჯეს ესმოდა ჩემი და ჯანანის ლაპარაკი. ყველაფერი იცის. აკინთან წავიდა. ოსტატო თუ გინდა მოვიყვან. არა. ცოტა ხანი იფიქროს ყველაფერზე. აკინი სასარგებლო იქნება მისთვის. კარგი, მაგრამ მან არაფერი არ იცის. ახლა რა მოხდება? ეჯე ჭკვიანი გოგოა. სწორად მოუყვება ყველაფერს. მე კი რამოდენიმე ხანში წავალ და ვესტუმრები. კარგი. მალე ჭკუიდან შევიშლები დედა. გეგონება ერთი ჰაზალი არ ყოფნი და მისიდაც მოიყვანეს სახლში. ყველაფერს ადვილად იღებენ. ისედაც მაგიჟებს ამ გოგოს დამოკიდებულება ვურალის მიმართ. ყველაფერი ვურალის ბრალია. ირმაკი კარგად არის, არ ინერვიულო, რასაც ქალბატონი ირმაკი იტყვის, იმას აკეთებენ. უკვე წლებია ეს ოჯახი მამცირებს. ამ კომპანიაში კი არც აქციები არ მაქვს, არავინ არაფრად არ მაგდებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ქალბატონი ირმაკის აქციებს არავინ არ ეხება. უფროსის როლს თამაშობს ქალბატონი. ჩუმად უნდა გაჰყოლოდა ცოლად ოჯახის ყველაზე დიდ მტერს, მერე კი თავისი ავადმყოფობის შეტევით ყველას თავის ჭკუაზე გვატარებს. პირდაპირ პრინცესაა, ჰაზალი კი დედოფალი. მე ზიზღება ორივე. მართლა მე ზიზღება. სინან? მე? პირის გაღებაც არ გაბედოდებნე. ყველა შეგიძლია ყველაფერი უთხრა, თვალებს არ დავახამხამებ. მაგრამ ირმაკი სხვაა. თუ კიდევ გავიგებ, რომ ჩემი დის შესახებ ლაპარაკობ, გეფიცები დაგშორდები. გასაგებია? გისმენ დედა, შვილო სათხარ. გარეთ საქმე მოქვს, რა მოხდა, რატომ მეკითხები? სანაპიროზე წამოდი ახლავე, სადაც მაშინ შევხვდით, ჩვენთვის სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? ნუ მეკითხები, ეს ხომ სიურპრიზია. ახლავე წამოდი. კარგი, მოვდივარ. როგორ ხარ დაიკო? უკეთესად. დედა სად არის? საქმეები აქვს. თქვა რომ რამოდენიმე საათში დაბრუნდება. შენ გეძინა. თუ რამე გინდა აქ ვარ საყვარელო, მე მკითხე. სამლების მიღების დრო ჩაწერე? ყველაფერი მზად არის, ბატონო. ეფან, გისმენთ? შენ ყველაფერი მოამზადე. დღეში ორჯერ პირადი ექიმი უნდა წამოიყვანო მისი სახლიდან და აქ უნდა მოიყვანო. ვიცი ბატონო სინა, ნევრა, ირმაკ შეამოწმე ნახევარ საათში ერთხელ. შეხედავ, რა სჭირდება. გავიგეთ, არ ინერვიულოთ. ყველაფერი შეამოწმეთ, რაც ელექტროენერგიას ეხება. თუ უცბად ელექტროენერგია გაითიშება, პრობლემები არ უნდა შეგვექმნას. არ ინერვიულოთ ბატონო სინა, ახლავე დაურეკავ ხელოსანს. მადლობა. ჩვენს ადგილებს ვერ შეედრება, რა თქმა უნდა, მაგრამ მოწყენილობას მაინც მოვკლავთ. ხაზალ. ხმას არ იღებ შვილო, რა მოხდა? დედა. როცა ირმაკი ცუდად გახდა, შენც იგიყავი. ქორწილში რატომ წახვედი? სული ვერ დავიმშვიდე შვილო. სულმა ვერ მიიღო ის, რომ კენანი საკუთარ თავსაც და იმ ახალგაზრდა გოგოსაც ანადგურებდა. კენანი ჩემი ნამდვილი შვილივით არის. იმდენი რაღაცა გააკეთა. ვერ დავხუჭავდი თვალებს იმაზე, რომ შეცდომას უშვებდა. როგორ გააჩერებდი?
ჩემი და ვურალის ქორწინების მიზეზს მოუყვებოდი? არაფრის მოყოლა არ იყო საჭირო. ღმერთსაც არ დომებია მათი ქორწინება. ირმაკი როგორ არის? ჯერ კიდევ საავადმყოფოშია? სახლში დაბრუნდა. ახლა უკეთ არის. ღმერთმა დაეხმაროს. კარგია გუშინ რომ დამირეკე და ებრუს შესახებ შემატყობინე. მამაც ჩვენთან რჩება, მასზე არ ნერვიულობ? მიწაში ჩავარდეს. ღმერთმა დასაჯოს. დედა, ასე ნუ იქცევი. არ უნდოდათ რომ გენერვიულა, ამიტომაც გიმალავდნენ. ჰაზალ, ნუ იცა. კარგი ებრუ ახალგაზრდა გოგოა, ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ ჰალილი იცის რაც გადახდა თავს და მალავს ყველაფერს, არ ვაპატიებ. ჩემი ქმარი, რომელთანაც ამდენი წელი ვიცხოვრე, ვიცი მისი გულიც და სულიც. თუ ასე ამდენი წელი რატომ იყავე მისი ცოლი? რატომ ითმენდი, დედა? შენ მეუბნები, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ რატომ იყავი იძულებული? დავხუროთ ეს საკითხი, ჰაზალ. ებრუსაც გადაეცი, რომ სახლში დაბრუნდეს. ჩემი სული ვერ ეგუება იმას, რომ ორივე იმ ოჯახში რჩებით. მოვა დრო და შენც წამოგიყვან იმ ჯოჯოხეთიდან. ჩემზე არ ინერვიულო. ძველი ჰაზალი აღარ ვარ. და ჩემი გეგმები მაქვს. ამიერიდან ვერავინ ვერ გამანადგურებს და ვერ მაწყენინებს, დედა. ჰაზალ, ვერც ჩემი გული და ვერც სული ვერ მიიღებს ამას. ადამიანთა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, ერთ სახლში რჩები. ვურალი არ შემოდის ჩემს ოთახში, სხვაგან ზინავს. შემშვიდად იყავი. სიმართლეს ამბობ? სხვანაირად არ დავუშვებ, დედა. მობძანდით ქალბატონო ჯანან, ბატონი ვურალი თავის კაბინეტშია, თუ გნებათ შევატყობინებ. საჭირო არ არის. გარდა ამისა, საერთოდ არ უთხრა რომ მოვედი. კენანთან მოვედი სალაპარაკოდ, აქ არის? დიახ, ბატონი კენანი თავის კაბინეტშია. შემოდით. დაკავებული ხარ? არა, მობრძანდით. ვიცი, ირმაკის შესახებ გინდათ ლაპარაკი. დიახ. არ ინერვიულოთ. ეს საკითხი დახურულია. ჩვენ დავშორდით. მე და ირმაკი აღარ შევხვდებით ერთმანეთს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. სხვა რაღაცის სათქმელად მოვედი. დღეს შენგან რაღაც მინდა და მომიწევს გთხოვო კიდეც. ადრე ამას არც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ეს ცხოვრებაა. სიამაყე. არაფერს აღარ ნიშნავს. როცა საქმე საყვარელ ადამიანებს ეხება. ხომ ასეა? ირმაკს ძალიან უყვარხარ. სიგიჟემდე უყვარხარ. ხოლო შენ შეგიძლია გააბედნიერო და აიძულო, რომ ცხოვრება ჩაეჭიდოს. ირმაკი. ირმაკი ძალიან ავად არის. ექიმმა თქვა, რომ მას რამოდენიმე დღე დარჩა. რას ამბობთ? ირმაკი. ირმაკი კვდება. ჩემი ბავშვი კვდება.
Kenan. ჩემი შვილი კვდება, Kenan. თუ საჭირო გახდება, სიცოცხლეს დავთმობ ჩემი შვილის გამო. მაგრამ ამით ვეღარ ვუშველი. ვერაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ის შემიძლია, რომ ეს ბოლო დღეები გავაბედნიერო. მინდა, რომ მის გვერდით იყო. ბოლო ამოსუნთქვამდე. თუნდაც რამოდენიმე დღით. მაგრამ დღე და ღამე შენთან უნდა იყოს. იმიტომ, რომ შენს გვერდით ძალიან ბედნიერია. ხო, გამოვედით. ებროსთან ერთად რომ დავდიოდით, ის ადგილია? ხო. აქ რატომ მოვედით? მოდი, მოდი. ეს არის სიურპრიზი, ამ ადგილს ვიქერავებთ. ახლა ყველაფერს შევამოწმებთ. მობრძანდით, ქალბატონო მელეკ. თქვენც მოგესალმებით, როგორ ხართ? მადლობა. ყველაფერი მოამზადეთ? კი. კარგია. პირადი მონაცემები უნდა შევავსო, თქვენი პასპორტი თუ შეიძლება. ინებეთ. მადლობა. დედა, ჯერ ფული არ გვაქვს და ეს ადგილი როგორ უნდა ავიღოთ? ფული მზად არის შვილო. რა? ილდირში სახლი გავყიდე. ეს რატომ გააკეთე? ეს ბაბუას ერთადერთი ხსოვნაა. გარდა ამისა, შენ სამშობლოს ხო ვერ მიატოვებდი? შვილო, ჩემი სახლი და სამშობლო შენ ხარ. დანარჩენი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ოსტატო, ყველაფერი მოვაგვარეთ. ფული გადაგზავნილია. მელეკმა არ იცის, რომ მისი სახლი ვიყიდეთ, ასეა? არა, ოსტატო. ყველაფერი დავგეგმეთ. კარგი მაშინ. ქალბატონო ჯანან, შეიძლება ვილაპარაკოთ. ახლა არა. ქალბატონო ჯანან, გთხოვთ, თქვენი და კენანის საუბარი მესმოდა. ძალიან მეწყინა. გვისმენდი? მომისმინე. არავის არ მოუყვები ირმაკის მდგომარეობის შესახებ. არი ნერვიულოთ. არავის არაფერს არ ვეტყვი. მაგრამ შეცდომა დაუშვით. კენანს რომ სთხოვეთ თქვენ შვილთან ერთად ყოფნა. ვინ ხარ რომ მასწავლე? რას ამბობთ? არ გასწავლით. უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი აზრი მეთქვა. ხაზალზე ელაპარაკეთ. ერთადერთი გზა კენანის და თქვენი შვილის ერთად ყოფნისა არის კენანის ხაზალზე უარის თქმა. გარდა ამისა ბატონი ვურალიც არ იქნება ამ ურთიერთობაზე თანახმა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც კენანის და თქვენი შვილის შეჩერება შეუძლია, ეს ხაზალია. წარმატებები, ქალბატონო მელეკ. მადლობა. ეს თქვენი დოსიე არის. მადლობა. ეს თქვენი გასაღები. ახლა კი წავედი. კარგ და იოლ მუშაობას გისურვებთ. მადლობა. ყველაფერი გამოგვივიდა. მოდი ეს მოხსენი. ხაზალს დაელაპარაკეთ.
ერთადერთი გზა ქენანის და თქვენი შვილის ერთად ყოფნისა არის ქენანის ჰაზალზე უარის თქმა. გარდა ამისა, ბატონი ბურალიც არ იქნება ამ ურთიერთობაზე თანახმა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ქენანის და თქვენი შვილის შეჩერება შეუძლია, ეს ჰაზალია. ბევრი საქმე გვაქვს, შვილო. ჯერ უნდა დავალაგოთ. პროდუქტებისთვის ფული გვაქვს, ეს პრობლემა არ არის. დალაგებას რომ მოვრჩებით, საჭირო პროდუქტების სია დავწეროთ. კარგი. აბა ვნახოთ. გისმენთ, ქალბატონო ჯანან. ჰაზალ, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. თუ დაკავებული არ ხარ, რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ. შეგიძლია რესტორანში მოხვიდე. შევჭამ და ვილაპარაკებთ. სიმართლე გითხრათ, საქმეები მაქვს, იქნებ სახლში გველაპარაკა. სამწუხაროდ ამდენი დრო არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმმა თქვა, რომ მას რამოდენიმე დღე დარჩა. ირმა კი კვდება. ჩემი შვილი კვდება, ქენან. მინდა რომ მის გვერდით იყო. ბოლო ამოსუნთქვამდე. იმიტომ რომ შენს გვერდით ძალიან ბედნიერია. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. ახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. მობრძანდი, ჰაზალ. მადლობა. დაჯექი, გთხოვ. მადლობა, რომ მოსვლაზე უარი არ მითხარი. გისმენთ, თქვენ მითხარით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ძალიან მნიშვნელოვანია. სიცოცხლესა და სიკვდილს ეხება. ქალბატონო ჯანან, კარგად ხართ? საერთოდ არ ვარ კარგად. საერთოდ არ ვარ კარგად, ჰაზალ. ჩემი შვილი კვდება. რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი. ვერ გავიგე. თქვენ ამბობდით, რომ გამოჯამრთელდება. არ მინდა ვინმე რომ იცოდეს. მით უმეტეს ვურალმა. ჩემი შვილი სიკვდილს უახლოვდება. და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე შენთან ისე არ ვლაპარაკობ, როგორც ვურალის დედა, ან შენი დედამთილი. არამედ ისე, როგორც ირმაკის დედა. როგორც დედა, რომელიც შვილის სიცოცხლისათვის იბრძვის. გთხოვ, დამეხმარე, ჰაზალ. გთხოვ. ერთადერთი რამ ცხოვრებაში, რასაც ჩემი შვილის გაბედნიერება შეუძლია, ეს ქენანთან ერთად ყოფნა არის. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ამ დღემდე ჩემთან ურთიერთობის დალაგებას საერთოდ არ ცდილობდით და ახლა დახმარებას მთხოვთ. მე რისი გაკეთება შემიძლია? რა შემიძლია? ორივემ ვიცით, ქენანი აქრისთვის არის. ზიანი რომ მოგაყენოს და შური იძიოს. როგორც დედა გევედრები. უფლება მიეცი. ეს მაშინ მოხდება, როცა დაინახავს, რომ შენს ქმართან ერთად ნამდვილად ბედნიერი ხარ. ჰაზალ, უფლება მიეცი ჩემს ქალიშვილს, რომ იცხოვროს და ბედნიერი იყოს. როგორც დედა გევედრები, ჰაზალ. ერთადერთი ადამიანი ხარ,
ვისაც შეუძლია ბურალის და ქენანის შეჩერება. ჩემგან რატომ ითხოვთ დახმარებას? ბოლო ადამიანი ვარ ამ სამყაროზე, ვისაც დახმარებას უნდა სთხოვდეთ. პირიქით. ის ხარ, ვინც ყველაზე კარგად გამიგებს ამ მდგომარეობაში. იმიტომ რომ შენს ბევრი რამ დათმე შენი საყვარელი ადამიანების გამო. იმ ყველაფრის გამო, რაც ამ დღემდე მოხდა. ჩემი დამოკიდებულების გამო შეგიძლია არ დამიჯერო. და მართალიც იქნები. მაგრამ დარეკე დაიკითხე. ექიმი იმავეს გეტყვის. ჩემი შვილი კვდება. ჩემი შვილი კვდება. მართლა ძალიან მეწყინა ირმაკის ამბავი. და თქვენიც ძალიან კარგად მესმის. მაგრამ თქვენ მეუბნებით, რომ იმ ჯოჯოხეთში, სადაც ვცხოვრობ, ბედნიერად უნდა ვიცხოვრო, როგორც 60-ში. გევედრები, ჰაზალ. გთხოვ. რამდენი უნდა მოგცეთ? 2674 ლირა. განვადება გააქვთ? რა თქმა უნდა, შემიძლია გაგიკეთოთ. გთხოვთ, აქედან მოხსენით. განვადება გნებავთ? არა. ერთიანად მოხსენით. აჰმედ, დიდი მადლობა, მაგრამ საჭირო არ იყო, მე გადავიხდიდი. ამიერიდან ყოფილი ახმედი აღარ არის. შენ მხოლოდ ისურვე. თლიან დედამიწას ფეხქვეშ დაგიფენ. იმ დიდს მე ავიღებ. წარმატებები. ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთო დამეხმარე, გთხოვ. წარმატებები. აზიზ. აქ რისთვის მოხვედი? ჩვენ რაზე შევთანხმდით? არ გითხარი, აღარ მოხვიდე მეთქი ჩემს სანახავად. მითხარი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე დროს მოსვლა საჭიროა. ჩვევაა. არ შეუძლია მწყემს თავისი ნახირის გარეშე. მორჩი ასეთებს აზიზ. წადი. და საიდან გაიგე? თქვათ, გულმა მიგრძნო. გახსენი, წარმატების მომტანი საჩუქარია. თმაზე გაიკეთე. თმები, რომელიც წელამდე გვწვდებოდა, ამით გქონდა დამაგრებული. გამოდის, რომ ამას ინახავდი. არაფერი არ გამინადგურებია იქიდან. რაც შენ გეკუთვნის მელეკ. ჩვენი წამები. ჩვენი ყოველივე წამი.
ისინი ყველა აქ არის. დედა? აზალ, შვილო, მობრძანდი. იმისთვის მოვედი, რომ დედა შენს წარმატებები უსურვო. აქ რას აკეთებთ? შვილო, ბატონი აზიზი იმისთვის მოვიდა, რომ წარმატებები გვისურვოს. უკვე მიდიოდა. მე ეს არ მეკითხავს, იმ დღეს მამაჩემს ეჭხუბებოდით და ახლა აქ ძალიან მშვიდად მოდიხართ. თუ რამე დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ. რა ხდება, დედა? ეს აზის ტოპრაკი ყველგან რატომ დაყვება? უბრალოდ მოვიდა, რომ წარმატებები გვისურვოს. დედა, თუ ღმერთი გწამს არ გინდა, წლების მანძილზე არც სახე მინახავს, არც სახელი მსმენია და ახლა ყოველთვის ხვირწინ ჩნდება. მამას თავს ესხმის, ამის უკან რაღაც დგას. რა უნდა იყოს, შვილო? სულელური საქმეები წარსულიდან იყო და დამთავრდა. შეხედე, რას გეტყვი, ყველა მაგიდისთვის გჭირდება ლამაზი გადასაფარებელი და მათზე ლამაზი ყვავილები დავდოთ. დედა. ჰაზალ, ნუ აკეთებ. ისედაც არ ვიცი, რას ვაკეთებ. გთხოვ, არ ვილაპარაკოთ არც მამაზე, არც ებრუზე, არც აზიზზე. დავანებოთ მაგათ, ჩვენ საქმეებს მივხედოთ. მიდი, მიდი, კიდევ რამდენი საქმეა, შეხედე, მიდი. ასე რატომ მიყურებთ? პარკები გამომართვით. მანქანაშიც არის. ჩემი აზრით, აქ დიდად არ უნდა მოეწყო საყვარელო, აქ არ დარჩები. არავინ იცის. მოვეწყობი მაინც. დრო გვიჩვენებს, ვინ დარჩება, ვინ წავა. მართლა მაოცებს შენი თავდაჯერებულობა. ფიქრობ, რომ შეგიძლია გამიმკლავდე? შენს თავს ჩემს საფეხურზე ხედავ? ჩემი აზრით, ეს თქვენ ხედავთ თქვენს თავს ჩემს საფეხურზე. ამიტომაც ასე წუხდებით ჩემით. მაგრამ შვიდად იყავით. თქვენ ჩემს საფეხურზე არ დგახართ. ხაზალის იმედი გაქვს? ან მოიცადე? სხვანაირად გითხავ. როდის აღარ იცხოვრებ შენი დისფრთების ქვეშ პარაზიტის მსგავსად? ახლო მომავალში გავიგებთ პარაზიტი ვინ არის. ცოტა მოითმინეთ. ფეხებში ნუ მებლანდები ებრუ. ჯერ ძალიან პატარა ხარ. ვერ შეგამჩნევ და დაგაბიჯებ. მაშინ თქვენც ფრთხილად იყავით, ქალბატონო დეფნე. ღმერთმა არ ქნას, რომ წაიქცეთ. ქალბატონო ჯანან. ქალბატონო ჯანან. რა მოხდა, ბატონო ხალილ? ცოლმა სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ შვილს უფლება მივეცი ცოლად ურალს გაჰყოლოდა. ჩემს მდგომარეობას შეხედეთ. ერთი ოჯახი ვართ. ახლა შენთვის დრო არ მაქვს ხალილ. ქალბატონო ჯანან. დრო არ მჭირდება, უბრალოდ მომისმინეთ. თქვენთვის უფრო სასარგებლო ვიქნები. შეიძლება თუ მომეწონა, თქვენს ოჯახსაც გადავარჩენ. რა გაუმაძღარი ადამიანი ხარ. არც იმის მადლობელი არ ხარ, რომ ამ სახლში შემოხვედი და არც სამსახურით ხარ კმაყოფილი. ხაზალმა რომ გაიგოს, რომ მისი ნამდვილი მამა არ ხარ, ამ სახლს გვერდითაც ვერ ჩაული. ილოცე იმის გამო, რომ ახლა მისთვის ამის თქმა არ მაწყობს. ამიტომაც შენი მდგომარეობისთვის მადლობა გადაიხადე. მე შენთან. ისე არ ვლაპარაკობ, როგორც ვურალის დედა ან შენი დედამთილი. არამედ ისე, როგორც ირმაკის დედა.
დედა, რომელიც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის. გთხოვ, დამეხმარე, ჰაზალ. გთხოვ. ჰაზალ, აქ რომ მოვრჩებით მუშაობას, ჭიქებს მივხედოთ, კარგი? ჰაზალ. შვილო. ჰაზალ. გისმენ? რა გჭირს, შვილო? აზიზზე ფიქრობ? არა. ვიცი რომ არის რაღაცაები, რასაც არ მეუბნები, მაგრამ არაფერს არ ვიტყვი. მაშინ მომიყვები, როცა მოგინდება. მაშინ რა გჭირს? ქალბატონი ჯანანი. რა მოხდა? რა დაგიშავა? დახმარება მთხოვა. შვილის გამო. ირმაკის გამო. ირმაკი ძალიან ავად არის. ძალიან ცოტა დრო დარჩა. კარგი, მაგრამ შენ როგორ უნდა დაეხმარო, ვერ გავიგე. კენანს უნდა გახვეს სწორად იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ერთადერთი რაც ამას ხალს უშლის ვურალია. უნდა რომ ის შევაჩერო. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი დარწმუნება შეუძლია, ეს მე ვარ. შვილო, წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა. ვურალი დაარწმუნა, კენანი და ირმაკი დაქორწინდებიან, მაგრამ ეს უარესია. შენსა და კენანის გამო ვიწვი. ასე როგორ ხდება, შვილო? კენანი რომ შემომხედავს, ჩემში სიყვარულს ვერ დაინახავს. არ მინდოდა მათი ქორწინება, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. ვეტყვი რომ იქორწინოს. იქორწინოს და ის გააბედნიეროს. და მივიწყოს. და იფიქროს, რომ წარსული არ გქონია. დედა, კენანთან ერთად ვერ ვიქნები. შვილო, ასე ნუ იქცევი. ცხოვრება ასე ვერ ჩაირვის. ასე ოჯახს ვერ შექმნი. მე ვითმენ და შენც მოითმინე. დადგება ის დღე, როცა ვურალისგან და იმ სახლისგან გავთავისუფლდები. როგორ მე უნდა გავუძლო? შვილო, რატომ? არ მესმის. ახლა რომ წამოვიდე, ვურალი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება, რომ დავშორდე, გაგიჟდება. ირმაკი უცოდველი, უდანაშაულო გოგონაა. ის მალე მოკვდება. მისი ბოლო დღეების გაბედნიერება ერთადაც კენანს შეუძლია. ვურალმა არ იცის, რომ მისი დასიკვდილის პირას დგას. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ქორწინება შეაჩეროს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვურალის შეჩერება შეუძლია, მე ვარ. ეს სახლი და ეს ჯოჯოხეთი უნდა მოვითმინო. სხვებს ვერ გავწირავ ჩემი გადარჩენის გამო. გამიგე, დედა. მესმის, მაგრამ შენც გამიგე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი შენ ხარ. როგორ უნდა შევეგუო იმას, რაც განადგურებს? ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება, მენდე. როცა მოვა ის დღე, გავთავისუფლდები იმ სახლიდან და ჯოჯოხეთიდან. ვურალიც პასუხს აგებს იმის გამო, რაც გააკეთა. მაგრამ იმ დღემდე შენ არაფერი არ უნდა გააკეთო. თუ რამე სიზამ, ჩემი მთლიანი გეგმა ჩაიშლება. უფრო გაართულებ ამით ყველაფერს. რა გეგმა, ჰაზალ? რა გაქვს თავში? ახლა ნუ მეკითხები. ამის დრო რომ დადგება, მოგიყვები. მაგრამ დამპირდი რომ არაფერს არ გააკეთებ, დაივიწყებ ამ საკითხს, დახურავ. ჰაზალ, ნუ მაშინებ. ეს ხალხი ძლიერია, საშიში ხალხია. რამე რომ დაგემართოს? ნუ გეშინია, ის დღე რომ დადგება, არც მე, არც ჩემი ახლობლები არ დაზარალდებიან. მხოლოდ დემიროღლო. პასუხს აგებენ იმაზე, რაც გააკეთეს. მაგრამ დამპირდი რომ არ ჩაერევი. კარგი, კვირდები. მაგრამ შენც დამპირდი. უბედურებაში არ გაეხვიო, შვილო. უნდა გავიდე უკვე. კარგი. ცოტას მივალაგებ და მეც წავალ. მერე გავაგრძელოთ. შვილო. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. ახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. გამარჯობა, ქალბატონო ადვოკატო. რამე არის ახალი? რამე ცვლილებები? მესმის, მაგრამ ხომ იცით, რომ ბევრი დრო არ გვაქვს. ეს საქმე მალე უნდა მოგვარდეს.
კარგი, თქვენგან ამბებს ველოდები. არ ვიცი, ახალი შავი მარგალიტის პოვნას თუ შევძლებთ. ის გემი საუკეთესო იყო. შავი მარგალიტი. ამაშია უჩვეულობა. ის შესანიშნავი და შეუცვლელი იყო. ამიტომაც ასეთი უნდა ვიპოვოთ. იმისთვის რომ ძველზე აღარავინ იფიქროს და ახალი მოიხმაროს. მობრძანდით. მობრძანდით ბატონო ექიმო. მადლობა ძვირფასო ირმაკ. ქალბატონ ჯანას შევატყობინებ რომ მოხვედით. დღეს თავს როგორ გრძნობთ ირმაკ? უკეთესად. გთხოვთ. მობრძანდით. მადლობა. გთხოვთ დაბრძანდით. გისმენთ ქალბატონო მელეკ. ქმართან მინდა განქორწინება. ამას შეხედეთ. ვინ ვარ? მძღოლი, მოსამსახურე თუ დამლაგებელი? ეს რა არის? შეხედეთ ამას. რა მოხდა ისევ ბატონო ხალილ? რას ლაპარაკობისა? პატივცემულო, როგორც ვიცი ჩემს მოვალეობაში ეს არ შედის. მძღოლი ვარ, მძღოლი. დამლაგებელი არა. ეს სათამჯენი არ არის, რაზე ლაპარაკობ. რა უკმაყოფილებაა სამსახურის მიმართ. თუ საჭიროა უნდა გააკეთო. თუ არ აკეთებ, კარები იქით არის. კარგად იყავე. ესე იგი ასეა. ეს ცხოვრებაა ბატონო ილფიანი. ერთხელაც ქალბატონი ჯანანის დაბერდება. მერე კი კომპანიის და ამ სახლის უფროსი ჩემი ქალიშვილი გახდება. შემდეგ მაინტერესებს შენ რა გელის. პენსიონერი ვიქნები. გარდა ამისა, ქალბატონი ჯანანი რომ დაბერდება, ვფიქრობ რომ შენ ასეთ მდგომარეობაში დაგტოვებ ბატონო ხალილ. გეყოფა ვერს ნუ ლაპარაკობ, საქმეს მიხედე. ყველაფერი უნდა დაალაგდეს, ყოველი კუთხე. მიდი. თქვენი სამსახურიც, თქვენი სახლიც და თქვენიც. როგორია მისი მდგომარეობა ბატონო ექიმო? გართულება არ არის. ყველა წამლის მიღება უნდა გააგრძელოს. სუნთქვა, პულსი და წმევა დღეში სამჯერ შეუმოწმეთ. აქ უნდა ჩაწეროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის რომ პაციენტის მდგომარეობას თვალევადევნოთ. არ ინერვიულოთ ამაზე. ეხზე ადგომას როდის შევძლებ? ძალიან დავიღალი ამ ყველაფრისგან. ცოტა უნდა მოითმინო ირმაკ საყვარელო. ახლა კი სისხლი უნდა ავიღოთ ანალიზებისთვის. არ მინდა. აღარ მინდა სისხლის ჩაბარება. ძალიან მტკივა ხოლმე. ირმაკ საყვარელო, გთხოვ?